დილა მშვიდობის, ჩემო გოგოებო, როგორ ხართ? ხომ ხართ ყველა კარგად? იმედი მაქვს, რომ ასია და კარგად ვართ ყველა. გარეთ აირია ცოტა ამინდი, მე მგონი რომ აცივდა ბურუსიც იყო. რაღაცა SMS-ი მოგწამეთ. ხო. ბურუსიც იყო, მე მგონი რომ ამინდები იცვლება თბილისში. ეს სითბოები კარგი იყო ძალიან, რაც იყო, მაგრამ აცივდეს, ჯობია აცივდეს, იმიტომ რომ ზამთარს უნდა ეტყობოდეს, რომ ზამთარია. იმ დღეს გარეთ რო გავედი, ხო გითხარით, მე მეგონა რომ გაზაფხული მოვიდა, ყვავილებს ვეძებდი აქეთ-იქით, ისეთი სუნი იდგა რაღაცნაირი რა, აი გაზაფხულზე რო არის ხოლმე და ეგ არ არის კარგი, არც მოსავლისთვის არ არის და არც ჩვენთვის არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ესე ვართ მიშვეული, 4 სეზონი გვაქვს და ზამთარს უნდა ეტყობოდეს, რომ ზამთარია და თოვლი ძალიან კარგია, თბილისში არ ყოფილა, ხო, ჩვენთან იყო იქ გოში, ხო გახსოვთ, რომ გადავიღე. რამდენიმე დღე მათე მოკლედ ბაკურიანი იყო ფაქტიურად რა, ძალიან კარგი იყო, კაი დიდი თოვლი მოვიდა რა და მათემ ძალიან გაიხარა ბავშვებმა. ხო და აქ რო არ იყო თოვლი ძალიან ცუდია ეგ. იქნებ ახლა მაინც მოვიდეს. დაგვენახოს. მიყვარს თოვლი, მე ზამთრის გოგო ვარ, დეკემბერში ვარ. დაბადებული ხო იცით და ჩემ ბავშვობაში, ჩემ დაბადების დღეს ყოველთვის იყო ხოლმე თოვლი. ყოველთვის იცით. და ღორს ვკლავდით ხოლმე, ეგ ფაქტი კი არ მომწონს, რომ ჩემ დაბადების დღეზე რაღაცნაირად ღორი იკლებოდა ხოლმე, არ მომწონს ეგ, მაგრამ გასვიზავთ ეგრე იყო, რახან ზამთარში ვიყავი, ბარემ ჩემ დაბადების დღეზე თუ წინათ, ზუსტად არ მახსოვს, კლავდა ხოლმე მამა ჩემი ღორს. ეხლა მოდით ყავა დავლიოთ, დღეს ცხობის დღე მაქვს, რაღაცა უნდა გამოვაცხო. არ ვიცი, ბლინები, ფიქრობდი ახლა ბლინებს და ბლინები არ მინდა, ისევ ბულკები შეიძლება გამოვაცხო. იმიტომ რომ ბლინებს მარტო მე და გია ვჭამთ. თხელ ბლინებს. მე ძალიან მომწონს. და გემრიელად მივირთმევ, მაგრამ შვები არ აჭამი. პირს არ ადებენ მაგ ბლინებს. ნიკამ ერთი გასინჯა და არ მოეწონა მგონი მაგასაც. ეხლა ავადუღოთ რძე, თან დავლიოთ რძიანი ყავა. ესე წყნარად მშვიდად, ყველაფერი ილევა უცბად, გოგოებო, ეს ცალ არ ნახეთ. მაგრამ მე მეყოფა ეხლა. და ვიყიდოთ მერე. ციანი ყავა დავლიოთ და 12 საათი დაიწყო. და რა შეგრინდება, მერე მოვზელ უკვე ცობს. ფუნთუშების. მერე უნდა გადავიდე დღეს მათ სკოლაში, ალგავში, უნდა გადავიდე მერე სკოლაში და განცხადება უნდა დავწერო. მათ ეს საბუთები გადმოგზავნო, პოსტით გადმოგზავნიან ჩვეულებრივად. მათ ეს საბუთებს იქიდან გამომდინარე, რომ
არ მისაუზნია. მასწავლის მე ვერც ნაჭერს. დღემდე ზოგიერთი მწეს, როგორ გახდი. არ მოსწონთ, ღმერთო არ ვიცი რა. ხანდახან მგონია ხოლმე, რომ ჩვენი ხალხი საქართველოში უჭირთ ძალიან და გაჭირვების გამო არიან მეთქი რაღაცა დაბოყმილები. ჩვენ ყველას გვიჭირს, ვის არ გვიჭირს, ყველას რა ვიცი. ძალიან ცოტა არის პროცენტულად საქართველოში ვისაც ულხის, ასე ვთქვა. მაგრამ აი ეგ მაგალითად რომ გწერენ რომ როგორ გახდი და არ გიხდება, ეგ მართლა არაფერ შუაში არის დაუშვათ გაჭირვებას. ხო, შეიძლება ვიღაცას რაღაცის საშუალება აქვს, შენ არ გაქვს და აი მაგის გამო არც უნდა დაიბოღმო, ეხლა შეიძლება დაგწყდეს გული, რომ შენც გინდა, მაგრამ იბოღმებია ხალხი ამ ყველაფერზე და ეს გაჭირვებასთან უკვე არაფერ შუაში არ არის, რამდენი ხანი უნდა ილაპარაკო, ხო, ჩემი თავი ძალიან მომწონს ესეთი როგორიც ვარ. ეხლა მე დავიკელი გოგოებო ზუსტად 60 კილო ვარ ეხლა და ყველაზე დიდი წონა ვიყავი 100. იქიდან რომ დავთვალოთ 40 კილო დავიკელი და შეიძლება რაღაცნაირად მთლიანად შევიცვალე და სხვანაირი ვარ, მაგრამ აი როგორიც ვარ, ჩემი თავი ძალიან მომწონს ესეთი. ზუსტად 60 კილო ვარ ეხლა და არც ვიმატებ, არც ვიკლებ, ვარ ჩემთვის ესე ძალიან კარგად ვგუზნობ თავს, ჯანმრთელად და თავარი ხო ეგ არია რა. რომ მე ვგუზნობდე თავს კარგად. და არ ვიცი უბრალოდ რამდენი ხანი შეიძლება ამაზე ლაპარაკი, რომ არ მიხდება წონის დაკლა. მე არ ვიცი. ძალიან მიხდება თავი. მე ხო ხედავ ჩემ თავს და ადამიანს თავისი თავი როგორიც მოსწონს, ყველაზე ლამაზი არის მაშინ. ან მართლა შური არის, არ ვიცი რა, უბრალოდ რა დავარქვა. არ მინდა ხოლმე რომ ესეთი რაღაცა ვთქვა, მაგრამ უკვე არ ვიცი. სახეზე ხო თავიდან ძალიან მიწერდნენ სახეზე. ეხლა ზოგჯერ ადამიანი დაღლილი რო არის არა, პუტკუნაც რო იყოს სახეს ეთყობა. დილის ვიდეოებში ხოლმე ყოველთვის თითქოს სახე მაქვს უფრო შევსებული, მაგას მეც ვამჩნევ და საღამოთი დაღლის სახეს სხვანაირია. ჯერჯერობით მე სახეზე არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ, არანაირი ჩარევები, მე არ ვიცი, ეხლა არასოდეს არ უნდა თქვა, რომ აი ამას არასდროს არ გავაკეთებ, ხო იცით? მე არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით არ ვაპირებ რამე გავიკეთო სახეზე. იმიტომ, რომ მომწონს ჩემი თავი. აი მაგალითად, მე თვალზე ნაოჭი ფაქტიურად ჩემ ტოლებს რო ვუყურე, მე თვალზე ნაოჭი არ აი, ნახეთ, ძალიან ცოტა ეხლა 40 წლის გავხდი უკვე და ცოტა ნაქვს, ხო, მაგრამ ხო გეუბნებით, ჩემ ტოლებს რო ვუყურე, უფრო ძალიან აქვთ ნაოჭი თვალებს. მიუხედავად იმისა, რომ 40 კილო დავიკელი წონაში. ხო და, სახეზე არ ვაპირებ რამე გავიკეთო.
არც ტუჩზე, არც თვალზე, არც არც შუბლზე. ხო, გეჯერებით. ხო, მე ასე კი რომ მომემატება და თუ შემაწუხებს, ჯენ არ მაწუხებს. არ მაწუხებს არანაირი ნაოჭი. თუ შემაწუხებს ძალიან. თვალზე იქნება ეს თუ რა ვიცი, სახის. მე ვნახოთ. ჯერჯერობით არა. ასე რომ ძალიან მომწონს ჩემი თავი როგორც გამოვიყურები ეხლა წონაში როგორც ვარ ალბათ აი რა ვიცი მე ვეღარავით ან რომ მოვიმატო ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია 100 კილოზე და 90-ზე, მაგრამ ათუხთა მაგრამ 5 კილოც კი არ მინდა რა გოგო აი 5 კილო შეიძლება 2 კილო ზედმეტი 62-ზე თუ ავალ ხოლმე და ისევ 60-ზე ჩამოვალ აი ეგრე შეიძლება რა ნორმალურია 2 კილო იქით 2 კილო აქეთ 5 კილოთი მეტიც კი არ მინდა ხო ყავა და ძე ეს არ დავსკი მე სულ რძით არ მინდა რა თქმა უნდა წყალი მწნილსო მარილ დაგიკელდაო მგონიო და ერთი დიდი კოზი ჩავაყარე ლიტაზე რა ვიცი 2 წლის მერე გასინჯო მომწერეთ და დაამატებთ აკლიაო და აუცილებლად ვნახავ ფაი იმიტომ რომ მარილი თუ აკლია გაფუჭდება ეგ ვიცი
კარგი სუნია ქამრიძის და რატო დავდგი იმ ქვაფში ცოტათი მიიკრა. მაგრამ მოვასწარი. ევალიო ნებისმიერი არის ძალიან ცუდიო. მომწერეთ. მე ისე ტეფალი ვიყიდე. და კარგი ხარისხებიო რაღაცა დამიწერეს ღირს 600 ლარიო და ლარი როგორ მივცე ქვაფში? არ ვიცი. 600 ლარი. რა ვერა, ნამდვილად ვერ მივცემ 600 ლარს ქვაფში და ტაფაში. ასე მგონია თან ისიც გაფუჭდება. ყველაფერი დროთა განმავლობაში იწვის, ფუჭდება და მე ვფიქრობ, სანამ ზედაპირი აქვს ამას, ის რა ქვია, ისე რომ არ არის გახაზული, რავი, არ არის საშიში. როცა უკვე იხაზება, აი მაშინ ხდება საშიში. ასე მგონია მე. ჩაუწიეთ რა. სომს მოვამზადებ ახლა მე. და სკოლაში უნდა წავიდე. ეს რძე ისეთი ცხელია, გოგოებო, ჯერ ამას უნდა დრო და მანამ ეხლა მე ჩავიცმევ და წავალ სკოლაში. განცხადებას დავწერ და რომ მოვალ. ესეც უკვე კარგად იქნება, გაგრილებული. ან შევათბობოთ.